კონგის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა იდენტიფიცირების განყოფილების თანამშრომლებმა შაბათ-კვირას 4 შენობა დაათვალიერეს და კიდევ 30 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ჰონგ-კონგის პოლიციის დაშავებულთა განყოფილების ხელმძღვანელი შუ კინ ცანგი ავრცელებს. კიდევ 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, დიდი ალბათობით ყველა მათგანი დაღუპულია. დაშავებულია ასევე 79 მაცხოვრებელი. დღევანდელი დღის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზრდება. დღეს კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის განყოფილების თანამშრომლებმა კიდევ 30 ცხედარი იპოვეს. საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის სრულად ჩაქრობა პარასკევს შეძლეს. თუმცა მაშველები დაშავებულებსა და დაკარგულებს კვლავ ეძებენ. ხელისუფლების განცხადებით გარდაცვლილთა ოჯახებისა და ასევე დაზარალებულთათვის შემოწირული თანხების რაოდენობამ 115 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დამწვარი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ჰონგ-კონგელი მივიდა, რათა პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას. მათ ადგილზე ყვავილები და ღია ბარათები მიიტანეს. ყველანი შოკირებულები ვართ. როგორც ჰონგ-კონგელისთვის რთულია იმის დანახვა თუ როგორ კარგავენ ჩემი თანამოქალაქეები ოჯახის წევრებს და საკუთარ სახლებს ერთ ღამეში. მათ ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა ნამდვილად საშინელებაა. დაზრალებულებს ჰონგ-კონგელი ხალხისგან მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება აუცილებლად სჭირდებათ. მე უბრალოდ დავწერე, მალე გამოჯამთელდით და გაუძელით, რადგან მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავნებებულ ვართ და ბოლომდე მათ გვერდით ვართ. ეს ფაქტი ნამდვილად გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს ყველასთვის. ჩვენ დიდად ვერაფერს ვიზამთ, უბრალოდ მინდა მწუხარება გამოვხატო. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან უსაფრთხოების ნორმები ბევრად უფრო გამკაცრდება. გული ძალიან ტკივა. როცა რაიმე ხდება, ერთმანეთის დასახმარებლად გამოვდივართ. ამ კატასტროფის შემდგომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ და უსაფრთხოების საკითხებს თავი არ უნდა ავარიდოთ. დაშავებულები ამჟამად თავშესაფრებში და ქალაქის სასტუმროებში არიან განთავსებული. ხანძარი 4 შაბათს შუადღისას ჰონგ-კონგის გარეუბან ტაიპოში, ვანგ ფუკ კორტის კომპლექსში გაჩნდა. სტიქიამ 8 საცხოვრებელი კორპუსიდან 7 გაანადგურა, სადაც დაახლოებით 4600 ადამიანი ცხოვრობდა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი კორუფციის და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებებით დააკავეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამოძიება შესაძლოა 3-4 კვირა დასჭირდეს.